გამარჯობა, მე ვარ შოტიკო არველაძე. დავიწყოთ კითხვებზე პასუხი. დავიწყოთ. ნაკრებში ეკიპირება რომ არ ქონდათ რითი ვარჯიშობდით ხოლმე? იმ დროს. სპორტულებით რა სპორტულებით ქონდა იმით. თუ ვინმე გუნდში თამაშობდა იქიდან მოქონდა. თავარი იყო ბუცი. ბუციებიც მაშინ სხვა შორის ჭირდა, ესე მარტივი არ იყო. ესე მიდიოდა თუ დაინახავდი რომ ვიღაცას ახალი ბუცი ქონდა, ეგრევე ყელს ესე ჩუმად გადაუწევდი და პოკერს რო წურავ, ხო იცი? და პირველი ჯი და ის ტაივანი და ხო არის ჩინა და მე მიდიოდა დაცინო რომ ბიჭო ვის უბედავ ეგეთ რაღაცას გერმანული მაკაბარამა. ყველაზე მეტად შენი დროის რომელი ნაკრების ფორმა მოგწონდა? საერთოდ მე სადაა მომწონს რა, ის ბევრი რაღაცა ესეთი ეგეთი გემოვნება მაქვს. იყო ორი ფორმა, ერთი იყო მუქი წითელი ადიდასის ზოლებით და ბევრი არაფერი ის არ ქონდა და მეორე თეთრი. შეიძლება ხარისხი იყო ადიდასი, აი ხშირად ეგეც პრობლემა იყო ხარისხი თვითონ. შეიძლება ამიტომაც უფრო მომწონდა. მუსტაფა ერთუღრალის სინგლი. ჩვენთან ბევრს არ ემახსოვრება. ერთუღრალის, ვინ არის მუსტაფა? შოთა და აჩი. სიმღერა თურქული. ეგ მაგისია, არჩილ ფასივერიორ, შოთა გოლუ ათაირი. მე მგონი მისამღერი ეგეთია. არჩილი შოთას მასაძლევს, შოთა გოლს იტანს. თან ტრაბზონური აქცენტია. თუ მაგ სიმღერაზე ამბობ. ხო, ეგა, კი. ეს მოტივიც თვითონ, ის არის ლაზური, ამ ხარეს არის ეს. პროფესიულ ფეხბურთში ყველაზე მეტი გოლი ვისი პასით გექნება გატანილი? დაახლოებით თუ შეიძლება დავთვალოთ. აჩი, რეზი, გიო, აქეთ ალბათ ჯამარაულიც, იქით სხვა ჩვენს აი ხა ცოტა ხნის წინ მე მგონი თქვენთან ვნახულობდით ვის რამდენი ასისტი ქონდა და რონალდებურს ქონდა 10 ასისტი, ლაუდრუპს ქონდა 9. ნუ ერთად შეიძლება უფრო ყველაზე მეტი ჯამში მაინც ალბათ რომელიც გამოუვიდეს რა. ანუ ესეთი ზუსტი მონაცემი მაგის სტატისტიკა არ გაქვს, არ დაგიწყო. არა, აი რამდენი გოლი მაქვს ეგ ვიცი და რამდენი ვისგან პასი არ ვიცი. თურქული კულინარიის კლასიკა, რომელიც გენატრება ხოლმე. თუ გენატრება რამ? ესე სიმიტია ესეთი, გვალი, გამომცხვარი, საოცრება ისეთი გემრიელია, შეიძლება რომ აი ეს უძირასავით მიადგე და ჭამო. აი ყველაფერი უხდება, რასაც დაადებ ზემოდან, ქვარო დაადო ისიც უხდება. გრეხეთბოლს როცა აგებ ძალიან ბრაზდები ხოლმე? ყველაფერს როცა ვაგებ ბრაზდები, პადელს რო ვაგებ ჭკუიდან გადავდივარ. სულ მაინტერესებს რომ აი ნეტა როგორ ვითამაშებდი 25 წლის ასაკში ამ თამაშს რა, იმდენად შემიყვარდა და იმდენად მომწონს ეს თამაში რა. თავარია მოწინააღმდეგე აჩიკო არ ყოფილიყო, იმიტომ რომ არ დამთავრდებოდა ეგ თამაში. ისეთი კამათი იქნებოდა, ან საჯი გავლახავდით, ან საჯი გაგვახავდა. ვანგაალის თეორიები უფრო კარგი მოსასმენი იყო თუ ადვოკატის? არა, ვანგაალის. ამას მთელი პროცესი მიყავს. შეიძლება რომ გადააკეთოს ფეხბურთელი მოკიდოს მარჯვენა ნახევარდამცველს და დააყენოს შუაში, შეუძლია ცენტრალური დამცველი გადააკეთოს და მარცხნივ გაწიოს, თავდასხმელი უკან ჩამოწიოს, ფილოსოფიური მიდგომა აქვს და ის უფრო პრაქტიკულია რა. დღეს ეს არის, ეს მყავს საუკეთესოს. არ დახარჯავს ენერგიას რა, მოკლედ. შენ გიოს და აჩის ეზოს ფეხბურთში ყველაზე დიდი რაივალი ვისთან გქონდათ ხოლმე? არავისთან. ვერც გვემოდიოდნენ, ახლოს ვერც გვეთამაშებოდნენ, ძაახსოვს, სხვა შორის ძალიან ბევრი თავხედი ცდილობდა რომ ჩვენთან ეთამაშა უთამაშიათ და ძალიან კისერით წაუტეხიათ. თუ ეხლა წარმოუდგენელი იყო რომ მე და აჩის და გიოს ეზოში ვინმეს მოევო, ნუ უნდა გაველახეთ რა. და ნუ გვიტყავდნენ სხვა შორის ფეხებში. მეტოქის შესწავლისას რა არის ხოლმე ყველაზე მნიშვნელოვანი? სულ მომყავს მაგალითი რა, ძალიან მარტივი. ხანდახან არის თავდასხმელი, რომელიც აი არ ვიცი, როგორ გარბის რა, არ არსებობს ისე გარბის. ან თავით თამაშობს სასწაულად და ყველა ჩამოწოდებულს, ნუ აი ჩაკუჩივით ურტყავს თავს. მაგრად გარბის და ნუ არ ყავს იმაზე სწრაფი დამცველები, ნუ ორჯერ სწრაფია და ხო და ვამბობდი რომ პას ვინც აძლევს იმას დააფარეთ ეს ცოტა სწრაფად. იმასთან ახლოს რომ ეს არ გამოიყენოს და ან თუ შეძლებს პასის გაკეთებას, რა თქმა უნდა, უფრო ძნელი, ან უფრო მაგარი დაჭირდეს, ან უფრო ჩაჭრა, ან უფრო ცუდი პასი გამოუვიდეს, რომ იმან დრო დაკარგოს.
ცენტრალური მცველები, რომელთა წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იყო. მე ერთადერთი რაც ყველაზე უფრო ესე მახსოვს, სხვა ჩვენს გადაცემაში ვიყავი მასთან ევროპის ჩემპიონატზე რიო ფერდინანდთან, რომ მახსოვს, რომ ის თამაში, სხვა ჩვენს იმაში ოლდ ტრაფორდზე ვერაფერში ვერ ვაჯობე რა. ყველგან მომასწრო, ყველგან დამაფარა, ყველგან მომიგო, ნუ ხე ჯანით რომ მომიგებდა გასაგები იყო, მაგრამ აი რაცაც მე ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ აი მე შემეწლო რა, ისე ბურთის ის იმ დროს ისე მიღება, რომ ვერ ჩაერტყათ, ვერ აი ფიზიკურად გავცდენოდი აი ამ დუელს რა, ცენტრალური დამცველი პრემიერ ლიგაში მაშინ თავდამსხმელები თამაშობდნენ წარმოუდგენელი ინგლისის ნაკრებს, აქ ინგლისის ნაკრებს ფერდინანდი, იან რაიცი, შერინგემი და შირერი ყავდათ წინ რა. მახლასი თუ მოლსი? არა, მოლსი როგორც ფეხბურთელი ჯობდა, მაგრამ მახლასმა გოლის გატანა იცოდა ამაზე უკეთ. ეს განსხვავებული იყო, ეს ფორვარდი არ იყო მოლსი. უფრო აი მეორე 10 ნომერი ტაიპ იყო ის 9 ნომერი, ხო, ის დავით თამაშობდა, გოლი შეგდება იცოდე ხო ოქროს ბუცი აქ იმასაც აღებული. 1994 წელს ნიგერიაში როგორ ჩააღწიეთ? როგორ გამოვაღწიეთ ის მახსოვს ჩაღწევა, იქ მოხდა რევოლუცია, ისეთი ქაოსი იყო ქალაქში, რომ ვერ ხვდებოდ ჩვენ ეს დარბოდნენ პოლიციელები, ხალხი, არაღებით, ავტომატებით, დიდი მანქანები რაღაც ავტობუსებში გარბოდნენ და აეროპორტში რომ მივედით, ჩვენი ბილეთები გაყიდული იყო უკვე. ანუ ნაყიდი ბილეთი ნაკრების ვიღაცებს მიცეს დაურიგეს, არ ვიცი ხა დიპლომატებს თუ რა მოხდა, არ ვიცი. და ორი გაიყო ჯგუფი, პირველი ჩვენ ჩიმაძე ყვირო და არ დატოვოთ ესენიო დროზეო, გაუშვითო პირველივე რეისითო. როცა ფეხბურთელი გასახდელში სკროლავს, ნორმალურია? გააჩნია რა პეიჯზია რა. მესიც სკროლავს და უნდა უთხრა რომ აი რა მორჩი და გამოგხედავს ესე. საყვარელი სტადიონი დინამოს გარდა. სხვა შორის ეს რა ქვია, ის სტადიონი აღარ არის ტრაბზონში, სადაც ჩვენ თამაშობდით. აიბროქსაც თავისი ის აქ რაღაც ითვლება ბრიტანეთში ერთ-ერთ როგორც ატმოსფეროც ამ მაყურებლისგან სადაც ყველაზე მეტი სიყვარული მიგირია ეგ. აი ეგეთი ხა ესე ბერნაბეუზე მაქვს ბოლო თამაში კარიერის ნათამაშები მაგალითად რეალ მადრიდთან და მე რომ მაგას ვერ დავწერდი კალენდარს ხო გასაგებია და ნუ ეგეც ბედია ალბათ რომ ეგ რომ დაგემთხო. მაგის მერე თბილისის დინამოში სტადიონზე ვითამაშე ეს გამოსათხოვარი თამაში და მორჩა. როგორ იქნება ხმელი ფოთოლი ან ფეხებშუა თურქულად? თუ გახსოვს. ხმელი ფოთოლი და მეორე რა იყო? ფეხებშუა. ფეხებშუა. ბაჯაგარა არის ფეხებშუა და ხმელი ფოთოლი, სხვა შორის ამდენი წელი ვიმუშავე თურქულად და ლექსიკა სხვა შორის არსებობს. მეორე ბურთი არსებობს ქართულში, ხო, რომ იბრძოლეთ მეორე ბურთზე. მე მივიხარ ინგლისურში და second ball იძახის, რომ ანუ უნდა მოვიგო, ნუ შეიძლება ჰაერში ვერ მოიგო, მაგრამ მეორე ჩამოვარდნილი ბურთი აუცილებლად უნდა მოიგო. თურქულშიც ეგრეა, იქინჯი top. ნუ მე რუსულად რომ მომიწია მუშაობა. ვიძახი ამ второй мяч, второй, ანუ ვთარგმნი ავტომატურად. ნუ ვატყობ, რომ არ გეუბნებიან, შიში იმისაც არის, რომ არ ესმის და რატო უნდა ეგონოს, რომ არ მესმის. ხო. და ნუ ყველა ერთმანეთს უყურებს, რომ ნუ სად არის ეს მეორე ბურთი რა. და მე ხვდები 3 თვის მერე, რომ ანუ არასწორად ყვირი ხარ, არასწორად იზარ, ამ დროს ზოგი შენ რომ მოგიტრია ჰოლანდიაში უფრო მარტივია. უფრო თამამები არიან, მოგიტრიალდება ევროპელი გეტყვის გაგვაგებინე. და ეკითხები მაგას, აი როგორ, ანუ საერთო ჯამში როგორ ყველას უფრო რომელი ენა ესმის, რომ იმ ენაზე ისაუბრო რა. 91-ის დინამოში ითამაშებდი იმ სეზონს, თუ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროს პლეი-ოფებს და მერე ჩემპიონატს გერმანიაში. იქაც ვითამაშებდი და იქაც ვითამაშე. აი ასარჩევი. სადაც მათამაშებდნენ, იქ ვითამაშებდი. დამოუკიდებელი ქვეყანა, დროშა, ის რაც გერმანიაში რაც ვიცხოვრეთ, ისე სწრაფად გავიდეს 3 კვირა და რაღაცა ის ღაპარივით მაქვს მე ის დღესაც მახსოვს.
სად ვიჯექი სახში, სად უყურებდით, ვინები ვიყავით, ჩემს მეგობრები ვინ როგორ და ვინ რა ანგარიში დაწერა, რამდენი წელია გასული, ხო? საოცრებაა, როგორ მახსოვს. ჩივაძემ თქვა, ჩემ გაცილების წინ, ხო, ყველას ესე დავდიოდი და ვთხოვდი ორი სიტყვის თქმას რა სტადიონზე. ხოჭა ის უფრაზე რო დადიხარ და რაღაცა და ისმის სხვა ჩემს იმ ფილმში, რომელიც გააკეთა ლაშა დვალიშვილმა ძალიან კარგი ფილმი. ჭიქა არა მაქვს, მე უთხარი მაგაც ცოტა მოგვიანებით მოგაწვდი მეთქი, მაგრამ იქ თქვა რომ მეო შენი მსვლელი ვიყავიო და ვამაყოფო ამითო, მაგრამ აი რომ მეთამაშაო შენთან ერთად. ის უფრო დიდ სიამოვნებას მომანიჭებდაო და ამას ვინ იძახის ხო აქ დიდი მნიშვნელობა რა. ხა ჩემთვის ჩივაძის ნათქვამი ნიშნავს რომ თქვა მესხმაც, მეტრეველმაც, ხურცილავამაც, ყიფიანმაც ყველა რა.